მოგესალმებით, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი გადაცემით საუბრები ეკონომიკაზე მე ოთარ ანგურიძე გახლავართ. დღეს ოთხშაბათია და ტრადიციულად უახლოეს 1 საათს შემოგთავაზებთ საუბრებს ეკონომიკაზე ეკონომისტებთან ერთად და დღევანდელი ჩემი სტუმრები გახლავთ ოთარ აბესაძე და ირაკლი მურცხოვლაძე. მოგესალმებით და მადლობას მოგიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის. ირაკლი, შენთან დავიწყებ მე ჩვენ საუბარს. შენ პირველად ხარ ჩვენს გადაცემაში და სანამ პატარა შესავალს გავაკეთებ, რომ ჩვენი გადაცემის ძირითადი თემატიკა მაინც არის განვითარების თემატიკა და უფრო ამ კუთხით საუბრობთ ხოლმე ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით და ჩვენ ხშირად გვესმოდა, რომ სხვადასხვა წინამთავრობისგან, რომ ჩვენი ეკონომიკა ხშირად იზრდება, მაგრამ ფაქტი იყო გარკვეული მიზეზების გამო, რასაც მრავალი ეკონომისტი და ექსპერტებიც კი ამტკიცებდნენ, რომ ჩვენი ეკონომიკა იყო განუვითარებელი და ხშირ შემთხვევაში ჩამორჩებოდა სხვა ქვეყნების განვითარების ტემპებს. ამიტომ მინდა გითხო, როგორ შეიძლება ვთქვათ, ჩვენ ხშირად გვესმოდა სხვადასხვა მოდელების დასახელება ქართული რეალობაში მოსარგებლად, მაგალითად გვესმოდა სინგაპურიზაცია, გვესმოდა ტურიზმი, რომელიც ერთის მხრივ საკმაოდ ეწინააღმდეგება როგორც სინგაპურიზაციას, მეორე მხრივ სინგაპური ეწინააღმდეგება ტურიზმის განვითარებას, ხო? ანუ სხვადასხვა მოდელებს გვთავაზობდა ისეთ, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა წინამთავრობა. შენ როგორ ფიქრობ, რა მოდელი არის საქართველოს რეალობისთვის მოსარგები, რომ ქვეყანამ დაიწყოს რეალური ეკონომიკური ზრდა განვითარების მხრივ? დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა რომ ნიკოლოზოვის წვიმად დღესასწაული მოგილოცოთ უყველას. მართალი ბრძანდებით შედარება ბევრი გაკეთდა, მათ შორის ისეთ წარმატებულ მოდელებთან, როგორიც არის სინგაპური, როგორიც არის შვეიცარია, მალაიზია, სხვა ბევრი ქვეყანა, რომელმაც პატარა ტერიტორიის მიუხედავად შეძლო დიდი მიღწევები ეჩვენებინა მსოფლიო ეკონომიკისთვის. თუმცა კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში ნამდვილად არ იქნებოდა სწორი და მართებული რომელიმე აი ამ სისტემის კალკირება და გადმოკოპირება, იმიტომ რომ არის ფუნდამენტური განსხვავებები. არ ვიცი, თუ გაინტერესებს, შემიძლია სინგაპურთან შევადარო საკმაოდ შენი ხედვებიც რომ შემოგთავაზო, თქვათ, რა შეიძლება უმჯობესი, რა არის ნაკლოვანებები, პირდაპირ შეიძლება თუ არა რომელიმე მოდელის კოპირება ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის თუ რას გვთავაზობ შენი ხედვა? ბორბლის გამოგონება არ არის თავიდან საჭირო, იმიტომ რომ რაღაცა მზა და გაკეთებული შეიძლება ყოველთვის გადმოიტანო და დანერგო, მაგრამ მზა რეცეპტები როგორც ასეთი ქვეყნის მართვის ეკონომიკური წესისთვის ძალიან იშვიათია და ფაქტიურად არ არსებობს. აი თუნდაც სინგაპურის მოდელი რო ავიღოთ, ეს არ არის კლასიკური გაგებით სახელმწიფო. სინგაპური უბრალოდ 19 საუკუნემდე არ არსებობდა როგორც ასეთი. ის არ ჩამოყალიბებულა როგორც სახელმწიფო და პოლიტიკური ერთეული, ის უფრო კორპორაციის დანაყოფს ჰყავდა. თავიდან დაიწყო როგორც კორპორაცია, შემდეგ უკვე განვითარდა და გარდაიქმნა უკვე პატარა ქალაქ სახელმწიფოდ. მისი მოსახლეობის ძირითადი ბირთვი არის ის ადამიანები, ვინც არ დაბადებულა სინგაპურში, არამედ ჩავიდნენ იქ და დასახლდნენ და იქ დაიწყეს მოღვაწეობა. ამიტომ ეს არ არის ეროვნული სახელმწიფო, ისეთი კლასიკური გაგებით, როგორც არის თქვათ ევროპის სახელმწიფოები. შესაბამისად, იქ სახელმწიფო თვითონ კარნახობდა პირობებს, თუ რა პირობებში უნდა ემუშავათ, რა უნდა გაეკეთებათ. ეს არის ძალიან მკაცრი სახელმწიფო, გეუბნება გინდა ჩემთან ჩამოსვლა და ჩემთან მუშაობა, მაშინ შენ უნდა დაეთანხმო აპრიორ იმ წესებს, რომელიც არის ჩემთან. მაგალითისთვის, სინგაპურში მმართველი პოლიტიკური პარტიის კრიტიკა საჯაროდ კანონით ისჯება. თუ ეს ჩვენთვის მისაღები არის და გვაწყობს რომ ასეთი სისტემა იყოს, კი ბატონო, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ პარალელებს, მაგრამ მე მგონი მისაღები არ არის და პრეტენზია გაგვაჩნია, რომ კარგი და აღიარებული დემოკრატიის აშენება გვინდა. გარდა ამისა, ვთქვათ ისეთი რაღაცებიც თვითონ ეკონომიკურ ჭრილში სინგაპური წარმოადგენდა ერთგვარ ჰაბს აზიური გიგანტების ერთ-ერთ ძირითად მოთამაშე ეკონომიკურ ბაზარზე. თუმცა ბოლო დროს დღესდღეობით უკვე მან ეს ლიდერის პოზიცია, მკვეთრად გამოხატული ლიდერის პოზიციები შედარებით დათმო ისეთ სახელმწიფოებთან, როგორც არის სამხრეთ კორეა, მალაიზია, იმიტომ რომ უკვე მანდაც მოხდა ამ ყველაფრის წინსვლა და მომზადება საინვესტიციო გარემოს. საინვესტიციო გარემო თავისთავად უკვე
მოიცავს ისეთ რაღაცებს, რაც სინგაპურში უკეთ იყო გაკეთებული ვიდრე საქართველოში, რომ იქ ყველაფერი იყო მისადაგებული კორპორაციებისთვის, მსხვილი კომპანიებისთვის. ისეთი მსხვილი კომპანიების სათავო ოფისები, როგორც ვთქვათ, Siemens-ია, ვთქვათ, ან Ericsson-ი გადავიდა სინგაპურში, იმიტომ რომ იქ მათთვის ყველაფერი იყო გაკეთებული. ეს ნიშნავდა იმას, რომ ეს ხდებოდა ყველაფერი მომუშავეთა ხარჯზე, ვთქვათ, იქ მაცხოვრებლების ხარჯზე. ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენ თავს და ვთქვათ რა არის ჩვენთვის პრიორიტეტი ის რომ ვთქვათ რაღაცა კერძო კორპორაციების ინტერესები გავატაროთ და ვთქვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე უნდა გაკეთდეს ეს. გარდა ამისა ისიც უნდა იყოს ცნობილი და ნუ ახლა ეკონომისტებმა ეგ ვიცით ეს ფართო საზოგადოებისთვის მინდა ვთქვა რომ სხვათა შორის იგივე სინგაპურში ძალიან არათანაბრად არის დოვლათი გადანაწილებული. ანუ უმდიდრესი 10% ბევრად უკეთესად ცხოვრობს, ვიდრე დანარჩენი 90%. ანუ აქ არ უნდა იყოს ეს ხაზი გავლებული, რომ ყველა კარგად არის სინგაპურში, რახან მისი ეკონომიკა საკმაოდ დიდი არის. უმდიდრები და ღარიბების პრინციპით არის ეს ქვეყანა. საკმაოდ დიდი და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა მიყო ერთ-ერთ განხილვაზე საუბარი ამ თემაზეც, რომ ის რომ ეკონომიკურად წარმატებული იმას კი არ ნიშნავს, რომ ღარიბები და მათხოვრები არ არიან. უბრალოდ ესეთი სისტემაც არის, რომ უბრალოდ მათი ღარიბები ვერ ასწრებენ იმდენი დროის გატარებას ქუჩაში, რომ ვიღაცას ფული მოთხოვენ, იმდენად სწრაფად მუშაობს იქ შესაბამისი სამსახური, რომელიც დავალებაც არის, რომ დაასუფთავოს ქუჩები და იქ არავინ არ დაუშვას, რომ უბრალოდ არ ჩნდება მათი პრობლემური მხარეები. აღსანიშნავია, რომ სინგაპურის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველების ბინებში ცხოვრობს, სახელმწიფო ბინებში. ანუ ასე ცალსახად იმის თქმა, რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩვენ თუ გავხდებით სინგაპურის მოდელის მიმდევრები ან შვეიცარიის ძალიან მარტივი სათქმელია. ანუ როგორც ჩანს პოლიტიკურად იყო მიმზიდველი წინამთავრობისთვის უფრო და ამიტომ გვთავაზობდა, ამიტომ ბევრი ეკონომიკური მარეგულირებელი ორგანოები არის სინგაპურში, რომელიც საქართველოს საკმაოდ ეწინააღმდეგებოდა მაშინდელი მართველი გუნდი ამ მარეგულირებელი ორგანოების შექმნა მუშაობით, მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ იგივე ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც პრაქტიკულად ჩვენთან არ არსებობდა, ხოლო სინგაპურში ანტიმონოპოლიურიც და სხვა მარეგულირებელი სამსახურებით საკმაოდ ბევრია და განვითარებული, რომელიც ბევრი განვითარებულ ქვეყანასაც უსწრებს ამ მხრივ. მოდით ერთი ფუნდამენტალური რა ვთქვათ განსხვავება, რომ რითაც დავიწყე საუბარი. სინგაპური არის სახელმწიფო კორპორაცია, რომელიც პირდაპირ გეუბნება, გინდა ჩემი თამაშის წესებით ითამაშო, მაშინ შემოგიშვებ ჩემს სახელმწიფოში, ჩემს ქვეყანაში და შენ შეგიძლია აქ იცხოვრო, გააკეთო ბიზნესი. მაშინ როდესაც საქართველოს ისედაც იყო უკვე საუკუნეების მანძილზე შემდგარი ტერიტორიული ერთეული ეთნოსი, სახელმწიფო თავის კულტურული ტრადიციებით და ეთნოგრაფიული სიმდიდრით სხვადასხვა ეთნოსებით. ჩვენთან არ შეიძლება იმის თქვა, რომ იცი რა მე რახან არჩევნებში გავიმარჯვე, მე ახლა გიწყვიტა შენ რა რაოდენობით მიიღო ჟანგბადი, სადვიზე რა ილაპარაკო, რომელ პოლიტიკურ პარტიაზე რის თქმის უფლება გაქვს და წინააღმდეგ შემთხვევაში დაგიჯერ, ხო? მათ არ შეუქმნიათ, ანუ არც ერთ დღევანდელ ხელისუფლებას არ შეუქმნია ეს სახელმწიფო, თქვა, როგორც სინგაპური შეიქმნა. აქ არის ფუნდამენტური განსხვავება, რომ მე მოვიყვანე ეს მთავრობა, რომ უკეთ ვიცხოვრო და არა პირიქით, მას არ მოვიყვანი ვარ მე ამ ქვეყანაში საცხოვრებლად. ოდიში სარი გვაქვს ეთერში, მსმენელი შემოვიყვანოთ, გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. ესე იგი შეკითხვა მაქვს ასეთი. გისმენთ? რომ სინგაპურში კრიტიკაზე იწერენო. ეს რაღაც დაუჯერებელია პირველად და წარმოუდგენელია და რა მაინტერესებს ისი თქვენ როგორ ფიქრობთ ესე იგი იქ მაშინ ალტერნატიული პარტიები არ უნდა ასეულოს ერთ პარტიული მმართველობა იყოს, უნდა იყოს მონარქია. თუ კი ალტერნატიული პარტია არსებობს, მაშინ სიტყვის თავისუფლებას იქნება და ეგ ესე იგი რაღაც არ მეშება რეალური ინფორმაცია. ეხლა მე მეორე საკითხი მაინტერესებს რა. აი საქართველოს ეკონომიკა მაინტერესებს. საქართველოს ეკონომიკა ჩემი აზრით რუსეთის გარეშე გამორიცხულება განვითარდეს. რუსეთის ბაზრის გარეშე. იმიტომ რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის გარეშე ვერ განვითარდება. სოფლის მეურნეობა ვერ ისმენთ. სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება, იმიტომ რომ ჩვენი პროდუქტები რუსეთში თუ არ გავიდა, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ვერ აიწევენ იმათ თავისი წარმოება აქვს და ვერ გავყიდით ჩვენ. რუსეთია ჩვენი ბაზარი, სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება. თუ სოფლის მეურნეობა არ განვითარდება, ვერაფერი ვერ განვითარდება. ახლა ეს რუსეთი თუ არ გვექნა, ესე იგი რუსეთი გვექნეს ამისაც საჭირო იყო გზა ქონდეს, ხო? გზა კიდე ოსეთზე და აფხაზეთზე გადის ახლა აზერბაიჯანზე ხო არ მივიდით, არა? იქიდან ხო არ ყავს კურნებს.
ხოდა აქედან გამომდინარე, ესე იგი პოლიტიკური საკითხი დგება ახლა და პოლიტიკურ საკითხში თუ კი არ ვაღიარეთ, მაშინ რუსეთთან შევუერთდეთ. ან უნდა ვაღიაროთ აფხაზები და ოსები, დამოუკიდებლობა შევინაცვლოთ და გაგვეხსნება გზა. ან კიდე რუსეთს უნდა შევუერთდეთ. და ისე კომუნისტური წყობილება აღვადგინოთ და დამოუკიდებლობა დავკარგოთ და აი ეს თქვენი აზრით როგორ ჯობია? ისევ დამოუკიდებლობა ჯობია და ეს ღარიბად ცხოვრება თუ კაი ცხოვრება და ესე შეერთება რუსეთთან. ეს მაინტერესებს რა. აი ეს ორი საკითხი მაინტერესებს მაგალ. ადობთ ირაკლი რას უპასუხებ სინგაპურის პოლიტიკურ მოწყობაზე პარტიების თვალსაზრისით? პრინციპში ერთი ფაქტი არსებობს სინგაპურთან მიმართებაში. სინგაპურის პარლამენტში მართველი პარტიის გარდა მხოლოდ 2 თუ 3 წევრი არის, რომელიც არ არის მართველი პარტიის წევრი. და ეს 2 თუ 3 ადამიანი არის იმ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომელიც ცხოვრობენ სინგაპურის ტერიტორიაზე. ასე რომ ცალსახად შეიძლება ითქვას, მართალია მაყურებელი როცა აღნიშნავს, რომ მაშინ არავინ არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ესეთი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. მან ესეთი სისტემა ფაქტიურად ავტოკრატიული ერთპარტიული მმართველობა არის. და ეს მათთვის მისაღები სქემა ის უფრო ღრმად მიდის მათი კულტურის ფესვებში, სადაც უფრო კონფუციური ფსიქოლოგიისა და იდეოლოგიის ხალხზე მორგებული სისტემა არის. დიახ, ეგრეა. ფაქტიურად ოპოზიცია იმ პარლამენტში არ არის ოპოზიცია თუ ზოგადად ქვეყანაში არ არის? პარლამენტში არ არის, რაც ფაქტობრივად ჩვენ ვიცით. ოთარ, რუსეთთან დაკავშირებით რა პასუხს გასცემთ მსმენელს? რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რუსეთის ბაზარი? კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, გილოცავთ დღევანდელ წინვალე დღესასწაულს. პატრიცემული შეეხო ძალიან მნიშვნელოვან თემას, როგორც არის საქართველოს ეკონომიკა. რა არის ჩვენი ქვეყნის მამოძრავებელი ეკონომიკის მთავარი ძალა? პირველ რიგში რაც მნიშვნელოვანია, ეს არის, რომ ქვეყანა ფაქტიურად 2008 წლის შემდეგ განიცდის ინვესტიციურ შიმშილს, რამაც გამოიწვია და განაპირობა დღევანდელი ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ ბატონს რა თქმა უნდა დავეთანხმები იმაზე, რომ ჩვენთვის და ჩვენი ექსპორტისთვის მნიშვნელოვანია რუსული ბაზარი, 150 მილიონიანი ბაზარის გახსნა, მაგრამ რა თქმა უნდა იმაში ვერ დავეთანხმები, რომ მან აღნიშნა, რომ რუსეთთან შეერთება, აღიარება, ეს არის ჩვენი ქვეყნის პრინციპული საკითხი, ეს არის ჩვენი ერის უფლება რომ იყოს დამოუკიდებლები და ჩვენი დაკარგული ოკუპირებული ტერიტორიები რა თქმა უნდა დავიბრუნოთ და მათი აღიარება ჩვენი მხრიდან არანაირი შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. რაც შეეხება რუსეთთან ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გარკვეულ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ექსპორტი იყო პირდაპირ მიმმული და ორიენტირებული რუსულ ბაზარზე. ჩვენს ქვეყანაში ნაწარმოები ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი საქონელი, ბოსტნეული, ხილი და ასე შემდეგ იყო პირდაპირ ორიენტირებული, რადგან ის გასულიყო საექსპორტოდ რუსულ ბაზარზე და რა თქმა უნდა არა მარტო ჩვენ, არამედ ნებისმიერი ქვეყანა მე მგონი დამეთანხმებით იოცნებებდა, რომ კონდეს მარტივი სავაჭრო ურთიერთობა ისეთ ქვეყანასთან, რომელშიც მოსახლეობა არის 150 მილიონი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული რუსულ ბაზარზე და აქედან გამომდინარე არ მოვახდინოთ ორიენტირება სხვა დასავლურ ევროპულ ბაზრებზე. პრინციპში აქ არის განსხვავება რაში, ჩემო ბატონო, რომ რუსულ ბაზარზე რა თქმა უნდა ჩვენ ვართ დღევანდელი ჩვენი საქონლის დღევანდელი ჩვენი წარმოება აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომ შევიტანოთ რუსულ ბაზარზე, მაგრამ უფრო უკეთესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, რომ ჩვენი წარმოებლურობის ეფექტიანობა იქნეს მაქსიმალურად მაღალ დონეზე აწეული და მოხდეს ჩვენი შესაბამისად ჩვენი ჩვენს ნაწარმოები უკეთესი ხარისხის საქონლის გატანა ევროპულ ბაზრებზე, ხო? არაფერი და უნდა იყოს ამის განზოგადება, რომ მხოლოდ რუსული ბაზარი, ან მხოლოდ ევროპული ბაზარი, რაც უფრო ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა მეტ ბაზარზე შევა, მეტ ქვეყნის ეკონომიკაში შეაღწევს, მეტ ქვეყანაში გაიტანს ჩვენ საქონელს, მეტ უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ეკონომიკა, მეტ უფრო ძლიერი და შესაძლებელი იქნება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და ასე შემდეგ. აუცილებელია მოვიზიდოთ მაქსიმალურად ინვესტიციები და წეგან თქვენ ახსენეთ სოფლის მეურნეობა. რა თქმა უნდა, ამაშიც დაგეთანხმებით, იმიტომ რომ 21 საუკუნეში, როდესაც გვაქვს განვითარებულობაზე პრეტენზია, არ შეიძლება გლეხი ისევ გუთნით და თოხით ამუშავებდეს მიწას, ხო? რეალურად რო გადავხედოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითებს, აქ ნათლად ჩანს თუ როგორ ხდება ამ დარგში მუშაობა. ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც ჩემი თვალით ვნახე, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში არის ღორების ფერმა, სადაც აცხოვრებენ და ასაზრდოებენ 4000-ზე მეტ ღორს და ამ ფერმას მართავს სულ 3 კაცი.
ყველაფერი არის მაქსიმალურად აყვანილი თანამედროვე ტექნოლოგიებით და შემდეგ აქედან გამომდინარე ძალიან მარტივი გასაზრდია თუ რა დონის მოგებაზე და რა დონის წვლილი აქვს უკვე ამ ერთ ფირმას თუნდაც იმ ქვეყნის ეკონომიკაში. ანუ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა ჩვენი სოფლის მეურნეობის ახალისება და იმედია ამაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს ის მილიარდიანი ფონდი რომელიც ახალი ხელისუფლება გვპირდება და ამაზე ამყარებს ბევრი ძალიან დიდი მეც აქედან გამომდინარე გვაქვს იმის საფუძვლიანი ვარაუდი და შესაძლებლობა რომ განვითარდეს ეს ყველაფერი და სოფლის მეურნეობაში ორი გიზა არის გვაქვს კი ბატონო დიახ გისმენთ სამშვიდობო ბატონო მოგესალმებით გამარჯობა დამოუკიდებლობაზე და როგორია დამოუკიდებლობა ეს ვერ წარმოუდგენია. მე როგორც ვიცი, რუსეთში არიან ძალები, ერთადერთი ძალა არის მე როგორც ვიცი, დამოუკიდებელი ინფორმაცია მაქვს. ესენი არიან კომუნისტები, სტალინის იდეოლოგიის ლიდერები. და როცა მოვლენ ჩვენ არაფერი არ გვეშველება თუ რუსეთში არ მოვიდნენ კომუნისტები ერთი და გეონებით. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. და როცა მოვლენ დიახ, გისმენთ. და როცა მოვლენ, აი ეს კომუნისტები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მე როგორც ვიცი. დანარჩენი ძალები არიან საქართველოს დაშლისკენ მიმართული. და ალბათ საქართველოს არამედ თვითონ რუსეთს უხდიან დაშლას. თუ არ მოვიდნენ რუსეთში კომუნისტები, სტალინის იდეოლოგიის ლიდერები, ჩვენ არაფერი არ გვეშველება. და ეხლა მეორე რომ მოვლენ და აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აი მე გადასიტყვიან ეს ვაშბატონები. არის გახია რუსეთი ვარ ტერიტორიებს აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შემდეგ ჩვენ ხოეთაზღვა ვიცხოვთ საქართველოში მაცხოვრებელმა ხალხებმა მთლიანად. აი რაღაც სიტყვიან შემდეგ. აი ეს არის ჩემი აზრი და მომავალი ეკუთვნის სოციალიზმს. გარიგეთ? გასაგებია თქვენს. გამოგებულს მოხრებო, ჟურნალისტს თავდაცვის მისწრებიან კიდე. მე შეგვიძლია დროშა ჩავიგდეთ აქ. აი ვიტომ მოხდა ეს ონები და უბედურება. ანუ ეს პოლიტიკური შეფასება გააკეთა ჩვენმა მსმენელმა თავისი სურვილების და მე მაინც დაუბრუნდები განვითარების თემას ირაკლი და გადმოვა შენთან. მოდი და სოფლის მეურნეობაზე მაინც ჩავამთავროთ ეს თემა, რომ მნიშვნელოვანია ეს სოფლის მეურნეობას აუცილებლად მოდი ჯერ განვითარების თემა ამოვუწუროთ იგივე მოდელების თვალსაზრისით. ჩვენ ხშირად გვესმის წინა ხელისუფლებისგანაც და ახალი ხელისუფლებიდანაც, რომ ჩვენი ვექტორი და გზა არის ევროპისკენ. და ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს უნდა მიუბაძოთ და მსგავსო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროინტეგრაციისთვის. შენი აზრით, რატო ევროპა და რატო ეს ევროპის გზა? ხომ შეიძლება თქვათ, რამე მოდელია ევროპის წარმოსაჩენი, რომელიც შეიძლება მოგვიტანოს ჩვენ დადებითი ეფექტი თუ არის სხვა რაღაც, რომელიც სხვას მოგვიტანს? ეცტრა ევროინტეგრაცია თვითონ თავის თავში მოიცავს ძალიან ბევრ რაღაცას, ბევრად მეც ვიდრე უბრალოდ მოდელის გადმოღებას. სხვადასხვა სამართლიანობის უნდა ითქვას, რომ წლების მანძილზე ევროკავშირისა და ევროსაბჭოს სტრუქტურებიდან მოდის ძალიან ბევრი დადებითი იმპულსები ჩვენს მიმართ და პირიქით ის ხალხი გვეუბნება და რეკომენდაციებს გვიწევენ, რომ აი ესე გააკეთეთ რეფორმა, ამ ხრივ გააკეთეთ ცვლილებები. რაც სხვადასხვა დოკუმენტურად რო ჩაუღრმავდეთ და თითოეული მათ მიერ დაწერილი დოკუმენტი და წერილი გავიაროთ, არის ძალიან კარგი ჩვენივე მოსახლეობისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ფაქტია, რომ ამ წლების განმავლობაში, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ უბრალოდ დიდ ნაწილს ამ რეკომენდაციებისა საერთოდ არ ვიხილავდით. ეხლა გამოდის, რომ ცალკარას ვთამაშობდით, ხო? ერთის მხრივ ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ოჯახის ნაწილი გავხდეთ და მათი ეკონომიკის შემადგენელი ნაწილი ვიყოთ და კეთილდღეობის დონე ავამაღლოთ ამის მეშვეობით, რომ ბაზრები გაგვეხსნება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მეორე მხრივ ის ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ ისეთი რეფორმები, რომელიც უკეთესია დასაქმებულთათვის, უკეთესია ბიზნეს გარემოსთვის, უკეთესი არის პროდუქციის წარმოებისთვის, პროდუქტების ჯანსაღი ხარისხისათვის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. რაც ყველაფერი ჩვენთვის უკეთესია, მაგრამ ჩვენ თვითონ არ ვიცი ეს რა იყო ახლა ამ ბოლო წლების განმავლობაში სიზარმაცე იყო, გამოცდილების არ ქონა იყო, ფაქტობრივად არაფერს არ ვაკეთებდით იმისთვის, რომ მათ უკეთესად გაეღოთ, უფრო ფართოდ გაეღოთ თავის კარები. ანუ ეს ადამიანი გეუბნება, რა იცი, მე მინდა ვიმეგობრო შენთან.
მაგრამ აი ეს რაღაცა უკეთეს ხასიათზე უნდა უკეთესად უნდა ჩაიწვა უკეთესად ყველაფრის სასარგებლო რჩევას გაძლევს არაფერში ხელს არ გიშლის და არ გეწინააღმდეგება და ამ დროს შენ არ იყენებ მის მოცემულ რჩევებს ეს არ იყო მარტო რჩევები ამას მოყვებოდა საკმაოდ დიდი დაფინანსებები ამ პროექტების განხორციელებაში ამ სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტისთვის საკმაოდ დიდი თანხები და გრანტები არის გამოყოფილი ამის ყველაფერს ხო ვერ ვიტყვი რომ ყველა უწყება ესე ნაწილმა შეიძლება რაღაცები გააკეთო მაგრამ მასიურად ქვეყანაში სიტუაცია არ შეცვლილა ამ მხრივ იმის ლაპარაკი რომ თქვა ჩვენ რა უნდა პირდაპირ რეცეპტს გეუბნ ამ შემთხვევაში დიახ ევროკავშირსაც ევროსაბჭოსაც აქვს თავისი მოთხოვნები და ის გზა რომელიც უნდა გაიარო რომ მისი ნაწილი გახდე აი ეს უკვე ჩვენი ბრალია რომ ჩვენ არ ვუსმენთ მათ კარგად უგველყოფილი გვაქვს ის მოთხოვნები რომელიც მათ აქვს ჩვენს მიმართ წაღენებული და ეს მოთხოვნები არ არის ბატონყმური მოთხოვნა იცი რა მე შენ ამას თუ არ გამიგეთე მას არ არის შენთვისვე უბრალოდ რიგით მოქალაქისთვის სიტუაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით გადასაგმელი ნაბიჯები იდეა კლიენტს დავამატებდი რომ გარდა მოთხოვნა რომელიც შეესაბამება დემოკრატიას და დამოუკიდებელ არჩევნებს ასევე მოთხოვნა კონკრეტულად იყოს ხარისხის კონტროლის მექანიზმი რომელიც საქართველოში დღესდღეობით არ გამოიყენება მათი პირველი კავშირის ეგრეთ პირდაპირ მოთხოვნა და შეკვეთა იყო მომდი ესე ვიტყვი რომ განხორციელდეს იმ სურსათზე და იმ პროდუქტზე ხარისხის კონტროლი რომელიც უნდა გავიდეს ევროპულ ბაზარზე ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან მაგალითად გერმანიის ერთ სუპერმარკეტში ერთი ცალი კიტრი ჩვეულებრივი კიტრი ღირს 45 ცენტი და 1 ევრო ან მომაში განსხვავებულია ერთი არის ბიოპროდუქტი მეორე სასუქებიდან ნივთებით მოყვანილი მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ვერც ერთი წარმოება ვერ აკმაყოფილებს იმას რომ ეს ყველაფერი შევიტანოთ და რეალიზება მოხდეს ევროკავშირის ბაზრებზე მათი რეკომენდაციით ეს უგავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს სპეციალური სამსახურის თუ რომელიმე კანონმდებლობით ამის რეგულირება რომ არ მოხდეს დაუშვათ ფალსიფიცირებული იგივე ღვინოს შემთხვევაში რომელიც იყო ფაქტები და ასე შემდეგ მათ მოთხოვნებს დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები აუცილებელია მაქსიმალურად მათი რეკომენდაციების გათვალისწინება და აქედან გამომდინარე რეალურად დაიდება ის შედეგი რომ ჩვენი პროდუქტი ერთხელ სამუდამოდ მოხდება და დაიმკვიდრებს იმ ადგილს რომელიც გვინდა რომ იყოს ხომ არ ვიყოთ ორიენტირებული ბაზარზე გავიდეთ ევროპაზე და ასე შემდეგ ხო და ცუც რას გეუბნება ეს დაუცველი გეუბნება რომ გააკეთე ხარისხი დაიცავი და შეგეტანინებ გააკეთე ყველაფერი თანამედროვე მეთოდებით ხარისხიანად მოგცემ შესაძლებლობას ანუ ფაქტიურად შენ სავე წის გულზე წყალს ასხავს ორი გზარია ეთერში გისმენთ ალო დიახ გისმენთ გამარჯობა გილოს ნიკოლოზოვა მადლობა ხანთიცოცხლეთ კარგად გამთანადებად მე ახლა შემოვიდი ვოტაში და უხეთ მოგვსმინე აი ჩემთინა გამოსწრეთ ვიღაცა როგელა კომუნისტ ხოდა კომუნისტური მას მე თქვენი მიქვეშ ახლა თქვენი გადმოცემები სხვას მირჩევნია უფრო ობიექტურად და უბრალოდ ხშირად ასმენე დალაპარაკებ ძალიან ხშირად ვინმე თუ გამოვა და სიმართლე სიტყვით იმას უთიშავთ ხოლმე დრო არ აქვს ეს არა ამ სხვას აგეთქვათ კიკარომა ტერეთელი ირაკი ტერეთელი ანტონ ნატაძე კი ბატონო ისინი არიან მოღალატეები იყო ზიადისთან მოღალატეებს შევარდნილეს დაუჭერთ თემასთან დაკავშირებით გონდეთ რამე იმით რომ ჩვენ ყველას ვადოთ უნდა ხალხის მოღალატეს სიტყვა არ უნდა მიცე რა თქმა ყველას ვადოთ არ შეიძლება როგორ შეიძლება ტერეთელი მითეროს ვიას აგინებდა უკაცრავად იქნებ თემასთან დაკავშირებით ხო არ გექნებათ რამე მოსაზრება კანტურია ის კარგ მადლობთ ნუ სასურველია რომ ჩვენმა მსმენელებმა გარეკონ ჩვენს თემასთან დაკავშირებით და ჩვენი თემის გარშემო იყოს ჩვენი მსმენელიც ჩართული ორი გზარი გვაქვს ეთერში გისმენთ ნიკოლოზოვას გილოცავთ მადლობთ გილოცავთ ჩემი სურვილი იქნება რომ უფრო პრაქტიკული საქმიანობაზე ვისაუბრო და მარტო თეორიას არ მივყვეთ ამ ეკონომიკაში რაც შეეხება ევროკავშირს თქვენ გამოაცხადეთ თითქოს ქართული ხალხი მიისწრაფის ევროკავშირისგან სულაც არ არის ასე შეიძლება ის დიდი მოტყუებული ნაწილი რომელსაც ახსნილი არ აქვს თუ რას წარმოადგენს ევროკავშირი მათ უნდა გავაგებინოთ რას წარმოადგენს იგი და სულაც არ არიან ევროკავშირის წევრები კმაყოფილი ევროკავშირის შესვლის შემდეგ აი მაგალითად საბერძნეთი ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია, ისინი მიესწრაფენ რომ გამოვიდნენ, კიდე სხვა ქვეყნებიც არის. ეს ძალადობრივი გაერთიანებაა და მათ კეთილდღეობა კი არ მოიპოვეს, მათ ვალები დაედოთ. ავიღოთ საბერძნეთი. მილიარდობით ვალი დაედო, მისი გადახდა არ შეუძლია ქვეყანა გაკოტრების პირას არის, ფაქტობრივად გაკოტრებულია. აი თქვენ ამ საკითხებზე უნდა ილაპარაკოთ. თანაც იმათ მოთხოვნები აქვს თითქოს ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს. არა ბატონო, შეიძლება ევროკავშირის და ამერიკას ჩაკეტილი ბაზარია.
თქვენ ლაპარაკობთ თეორიაზე, პრაქტიკულად თქვენ იცით რა ხდება იქ. აი მე ვიცი მაგალითად, მე ვცხოვრობ იქ და ვიცი რა ხდება. ეს არის ჩაკეტილი ბაზარი, ცალკეულ სფეროებით წვინა. ბატონო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები ჩაკეტილი ბაზარი გამორიცხულია. რო წესდების იმით საუბრობდა, მე გეუბნები პრაქტიკულად ჩაკეტილია. გინდათ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მხრით, თუ გინდათ მრეწველობის მხრით ჩაკეტილია, თქვენ აქ ვერ შეახდეთ, ესე უბრალოდ ვერ შეხვან, აქ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არ არის თავისუფალი ბაზარი. ისინი არ არჩევენ ხარისხის მიხედვით. აი თქვენ თუ პრაქტიკულად მიიღებთ ამიერში მონაწილეობას, დარწმუნდებით, რომ ეს არის მონოპოლური ჩაკეტული ბაზარი, როგორც ამერიკის, ისევე ევროპის. აი ასე ვისაუბროთ და ისეთი ხალხი მოვიყვანოთ, ვინც პრაქტიკულად მონაწილეობს ამ საქმიანობაში. კი ბატონო, მოდი მაშინ დავაზუსტოთ ერთი რაღაც ახლა, თუნდაც შეერთებული შტატების მაგალითზე ვაღოთ, ნებისმიერ სუპერმარკეტში რომ შეხვიდეთ, ჩინური და ტაივანის წარმოების ელექტრონიკასა და ტექნიკას უფრო დიდი რაოდენობით ნახავთ, ვიდრე ამერიკაში წარმოებულ ანალოგიურ პროდუქციას. არ არის სხვა საკითხი, ჩაკეტილი თუ არის იქ როგორ ახლა ხوار გამოიჩეკებოდნენ კვერცხებიდან ეს პროდუქცია. მე ლაპარაკებით, კაცო, მე ამერიკიდან გელაპარაკები და თქვენ მაგ მიხსნით როგორ არის? თუნდაც თუ ამერიკიდან მელაპარაკები, Nike რომელიც ფეხსაცმელად შეიძლება გეცვას, ხო? სად არის წარმოებული? ამერიკაშია წარმოებული? ამერიკული ფირმებია, თქვენ გააკვეთ ფირმასაა აქ წარმოება და არა ის რომ იქ ჩინური საქონელია, ის ჩინური სულაც არ არის. ეს არის აურებთ ამბებს. ის არის როგორც ყოფილი, დღეს არის დაბალი ანაზღაურებადი ბაზარი იქ. როგორც მუშახელის თვალსაზრისით და სხვა მხრივ კიდე. და იქიდან გამომდინარე ის არის მოწონებული და კიდე დიდი პოლიტიკური თამაშები მიდის აქ. ეს პირდაპირ ასე არ ხდება ბატონო. თქვენმა გააკვეთ ვისია ის საქონელი და რომელი ფირმები აწარმოებენ ამას. მადლობთ. აცხადებთ ამ განცხადებებს. მადლობთ. შემდეგი ზარი გვაქვს შემოვიყვანოთ ისი და ერთად უპასუხოთ. გისმენთ? გისმენთ? გამარჯობათ გენაცვალე. მოგესალმებით, გამარჯობა. საერთოდ ეგ ბატონი მთლად არამართებული არ არის. საერთოდ ამერიკაში იყიდება ჩინური საქონელი მართალია. ამერიკულს ისევ ჩინური ჯობია. იმიტომ რომ ჩამოუტანეთ ახლა ჩინური რაღაცეები იქიდან იაფასიანია მართალია კაპიკად არ ვარ და მაგრამ ადრე მაგას 30 წლის წინათ არ ჩავიცვამდით და არც ეხლა ვფიდულობ არ ხენოთიღად. ის კაცი ცოტა რაღაცებში მართალია. მაგრამ იმის წირო დარეკა რა როგორი გულუფრთხილო კაცი იყო რომ აი კომუნისტები რომ მოვლენო მაგას გონია რომ კომუნისტები გადააგდოს ჩვენ ქართველებმა გადავაგდეთ ან რუსებმა კომუნისტები გადააგდო რეიგანმა რომ 73 წელს მე ჩემი ყურით უსმინე იანვრის თვეში მე შემიძლია რიცხვით კი დავასახელო როდესაც თქვა გადმოცემა იყო გოროს ამერიკი ასეთი რადიოსადგური იყო და თქვა რომ საბჭოთა კავშირს გავანადგურებ უიარავოთ დავშლი უიარავოთ რომ ერთი თოფს არ გავისვრიო და მიწასთან გავამატხორებ და გავანადგურებო ასე რომ ამ კომუნისტების დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტია და რუსეთთან შეერთება მაგალითად ახლა შეერთება ახლა რა მოგახსენოთ რუსეთი არ გიждდება ჩვენ შეერთე რაც უნდა და რუსეთს წაიღო ყველაზე კარგი ადგილები თაიგული წაიღო აფხაზეთი წაიღო ну ოსეთი ახლა კი არის ჭირდებოდა უბრალოდ გზა არის უბრალოდ როგის მითი გურავი შემოდის და გაივლის ეს არის უბრალოდ მაგისი ტრასა მეტი არაფერი ახლა ვიღაცა გაიეთი კაცი მენტერება ვიღაცა ლოთია ეთყობა შემოვარდება როგორც კი გაიგონებს რომ მე ვლაპარაკობ ახლა ნახეთ რა სიდას კიდე გავლა მოკლედ ბრძანოთ ხოდა მოკლედ ასე გენაცვალე ბედნიერია ეკაცი რომ ჯერა რომ კომუნისტები მალე მოვლენ მადლობთ ირაკლი შენთან გადმოვა შეკითხვით ჩვენ წინ მას სვენელმა ბრძანა რომ ევროკავშირი და ეს ამერიკის მიმბაძველობა არაფრით მე მაინც ვფიქრობ რომ ეკონომიკური წყობა რომელიც ამ ქვეყნებში არის თუნდაც ევროკავშირის მაგალითზე ძალიან კარგია და მისაბაძია ჩვენთვის რომ სწორედ ამ ეკონომიკური წყობისკენ ისწრაფვის მე ვფიქრობ ქართული ორიენტაციაც და არა თქვათ სხვადასხვა მახასიათებლებისკენ რაც შეიძლება უარყოფითი იყოს. შე როგორ ფიქრობ? ჯერ ეს ერთი უნდა აღიარო და ვთქვათ რომ ევროკავშირის შემადგენელი ქვეყნებიც და თვითონ ევროკავშირიც ზრუნავენ საკუთარ მოქალაქეებზე, ზრუნავენ მათი ბიზნესის წარმატებაზე, მათ სამუშაო ადგილებზე, ინტერესებზე, ხო? აგრე არ არის საქმე რომ იქ უბრალოდ სისტემაა კარგი, იქ კაფეო ჩამოყალიბებული პრინციპებია ამ ყველაფრის განხორციელების. პირდაპირ კოპირება პრინციპში გამოიცხულია, უნდა იყოს მორგებული ადგილობრივი მენტალობაზე. რა თქმა უნდა. პირდაპირ რომ გადმოიღო და რაღაცა დანერგო, ეგეთი რაღაც გამორიცხულია.
შეიძლება ამოკრიფო ევროკავშირის ქვეყნებიდან კონკრეტული დავუშვათ რომელიღაცა გერმანიდან ერთი რაღაცა ხორვატიიდან მეორე ინგლისიდან მესამე მაგრამ ერთიანად რომ მოდელი ამოიღო და გადავანერგო ეს არის შეუძლებელი შეუძლებელია ეს იმიტომ რომ უნდა მოარგო ადგილობრივ კანონმდებლობას უნდა მოარგო ადგილობრივ მენტალობას განწყობას ხალხისას და აქედან გამომდინარე შეუძლებელია მაგრამ არის კარგი რაღაცები რომლებიც განმეორება შეგვიძლია მოდით კიდე ერთი რაღაცა თქვათ და გავაანალიზოთ რომ საქართველოს არის ცოტა სხვანაირი სახელმწიფო საქართველოში მოსახლეობის ნახევარი სოფლად ცხოვრობს დასაქმებულთა ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული ხა შენ როდესაც რაღაცა პარალელს ავლებ ისეთ ქვეყანასთან მაინც უნდა გაავლო პარალელი რომელიც შენს მსგავს პირობებშია ხო ამ ადამიანებს რას უშვებით ჩვენ რომ ასახლებთ ამ ქვეყნიდან ხოცავთ თუ როგორ არის საქმე ანუ მაგ საკითხზე სერიოზული მსჯელობაა საჭირო დღევანდელ სიტუაციაში დღევანდელ მთავრობას ჩემი აზრით ძალიან რთული ვითარება დახვდა იმიტომ რომ სოფლის მეურნეობა არის გაჩანაგებული სფერო აბსოლუტურად კატასტროფული მდგომარეობაა წარმოიდგინეთ 50%-ზე მეტი დასაქმებულები საქართველოში არიან დასაქმებული ზუსტად სოფლის მეურნეობის დარგში და იცით რამდენი არის მათ მიერ წარმოქმნილი პროდუქციის წილი მშპ-ს 8%. ამერიკაში ეს ყველაფერი პირიქით არის 8%-ია დასაქმებული და 55%-ს ქმნიან ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის. კი, ნუ კატასტროფული სიტუაცია ფაქტიურად მოსახლეობის ნახევარი მომუშავე ნახევარი არის სადღაც ქვეყნის მეათეც ვერ ქმნის დოულათის მარტო 8%-ს ქმნის. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. გარდა ამისა ვთქვათ კიდე რაღაცა საკითხები მიწასთან დაკავშირებული საკითხები. საშუალოდ საქართველოში სადღაც მოდის თითო ფერმერულ მეურნეობაზე 1.2 ჰექტარი. აი საშუალოდ სადღაც ეგრე. თუმცა აქაც არის ერთი დათქმა. ამ 1.2 არ უბრალოდ რომ გავასაშუალოთ ჯამში ავიღოთ რამდენი ფერმერული მეურნეობაა და გავყოთ ის მთელ ტერიტორიაზე რომელსაც ისინი იყენებენ. აქაც არის მეორე მომენტი. უდიდესი ნაწილი ამ ფერმერული მეურნეობებისა ფლობს მხოლოდ პატარა მიწის ნაკვეთებს. მხოლოდ სადაც 2-3% საქართველოში არსებული ფერმერული მეურნეობისა ფლობს მთელი მიწის 40%, რომელიც დღეს მუშავდება. დანარჩენი დაახლოებით 60% გადანაწილებულია 97%-მდე ფერმერულ მეურნეობებზე. ანუ ფაქტობრივად რა გამოდის, რომ ეს ფერმერული მეურნეობები კი არ არის, ეს არის უკეთეს შემთხვევაში ნახევარი ჰექტარის მქონე პატარა ტერიტორიებია მინდვრები, რომლებზეც ფაქტიურად გლეხკაცი წვალობს, რომ შიმშილით არ მოკვდეს. მიწაც კი აღარ არსებობს დღესდღეობით, რომ ფაქტიურად გლეხებს დაურიგოთ. და მიწზე და დამუშავებაში მიწა. ანუ დღეს ის მე პირდაპირ ვიტყოდი, რომ გრანდიოზული სირთულის პრობლემის წინაშე ვდგევართ რა. თუ ავიღებთ მონაცემებს, აი მაგალითად მექანიზაციის მონაცემები ხავთ არის სწორად აღნიშნა რა. მართლა ფეოდალურ ხანაში არ მუშაობდნენ ასეთ პირობებში რა. 100 ჰექტარზე დაახლოებით 10 წლის წინ 32 ტრაქტორი მოდიოდა საქართველოში. დღესდღეობით ერთი ტრაქტორი აღარ მოდის. ერთი ტრაქტორი აღარ მოდის. ანუ ფაქტობრივად ტექნიკა არ აქვს ამ ადამიანებს რა. ეს ერთი მონაცემი. კიდე რო ავიღოთ რა ვთქვათ. თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხო საუბარი ზედმეტი. ამის ფუფუნება საერთოდ არ გააჩნიათ. სასუქის მოხმარება შემცირდა. ანუ რეალურად სიტუაცია ისეთია, რომ ეს ხალხი თავის თავს ირჩენს, უბრალოდ საჭმელი მოყავთ საკუთარი ოჯახებისთვის და ამას ჩვენ ცინიკურად ვეძახით, რომ მოსახლეობის ნახევარი არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში რა. ეს არ არის დასაქმებულობა. ეს ადამიანები თვითონ თავის თავს დასაქმებულად არ მიიჩნევენ. ისინი უბრალოდ ფიქრობენ, რომ ისინი ხნავენ, ყანას და თესავენ, იმიტომ რომ უბრალოდ შიმშილით არ დაიხოსონ. მორიგი ზარი გვაქვს ეთერში. გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. გილოცავთ ნიკოლოზ ბასმელოსტენის წერით. მადლობა. იცით, მაინტერესებს თქვენი აზრი. მე ვთვლი, რომ ახლა ეკონომიკური კრიზისია საქართველოში, ესე როგორც თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ახლა რაც გავიგე და მოვისმინე და უბრალოდ მაინტერესებს იცით, თუნდაც ის გლეხსაც უჭირს ასე ძალიან, ხო? უჭირს ძალიან დიდ მოსახლეობას ფაქტიურად და როგორ შეიძლება რომ აი ამ კრიზისიდან გამოვიდეთ სწრაფად, რაც შეიძლება ინვესტიციების მოზიდვაზე გასაგებია, მაგრამ ამას ხომ ყველაფერს დრო სჭირდება და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს ისეთ დროში, რომ ეს ხალხია უბრალოდ გამოვიდეს აი ამ მდგომარეობიდან. თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. მადლობთ. კი ბატონო. ოთარ, ხوارგასიმდი პასუხს. კარგით.
დავიწყოთ იქიდან, რომ ზოგადად ჩვენ ქვეყანაში და მით უმეტეს ეკონომიკაში ჯადოსნური ჯოხის პრინციპი არ არსებობს, რომ ერთი ხელის მოსვით ადგილ-ადგილ და ყველაფერს შევცვალოთ, რომ წავიდეს ყველაფერი ზევით და ზევით. ამას ჭირდება ძალიან კარგი სტრატეგიული დაგეგმვა, ამას ჭირდება კარგი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და რა თქმა უნდა საერთაშორისო ფაქტორი. კი, ეს არის ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი, რა თქმა უნდა, ინვესტიციები. თუ რეალურად არ მოხდა როგორც ადგილობრივი ბიზნესმენების, ისევე საზღვარგარეთყოფი არაქართველების, არარეზიდენტების თანხების მობილიზება, აკუმულაცია და ჩადება ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ისე ლოგიკურად არ შეიქმნება, ხომ, სამუშაო ადგილები, ვერ დასაქმდება ხალხი, ვერ გადაიხდიან გადასახადებს და ასე შემდეგ. აუცილებელია იყოს ქვეყანა პირველი მთავარი პირობა, უნდა იყოს ქვეყანა აუცილებლად ძალიან სტაბილური პოლიტიკურად, რომ ამ სტაბილურობამ გამოიწვიოს და ეს სტაბილურობა იყოს იმის მიმზიდველი, რომ მოხდეს ინვესტიციების შემოტანა. რატომ წავიდა დისბალანსში ჩვენთან ინვესტიციები? იმიტომ რომ 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანას შეიქმნა პოლიტიკურად და ეკონომიკურად არასტაბილურის იმიჯი. ეს არის ზოგადად პრობლემა, ეს ერთი. რაც შეეხება ინვესტიციებს თავი დავანებოთ, მეორე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა და ფეხზე დასაყენებელი მექანიზმია ბანკები. და როგორ? წეგან ირაკლი საუბრობდა სოფლის მეურნეობაზე და ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ვფიქრობ, რომ ეს არის იაფი კრედიტის პრინციპი. როდესაც ადამიანი ძალიან მარტივად დავკონკრეტეთ და ადამიანი, რომელიც რაიონიდან წამოსულია თბილისში და მუშაობს პირობითად მშენებლობაზე, რომელსაც აქვს ადგილ-მამული, მიწა, ხეხილი და ასე შემდეგ და არ აქვს თანხა, რომელიც მეშვეობით შეუძლია ეს დაამუშაოს და რაც თავარია, სახელმწიფომ შეუქმნას იმის პირობა, რომ თავისი მოყვანილი ჭირნახული მოსავალი დააბინაოს და ამის რეალიზაციის საშუალება ჰქონდეს, ხო? რომ იყოს და არის ამის ძალიან დიდი შანსი, რომ გაკეთდეს იაფი კრედიტის პრინციპი. რომ შეიქმნას ის მექანიზმები, კომპანიები, სახელმწიფოსგან მართვადი ორგანიზაციები, რომლებიც მიიღებენ მოსახლეობის მიერ მოყვანილ მოსავალს და ამას შემდეგ რეალიზაციას გაუკეთებენ, ავტომატურად ეს დაასაქმებს მრავალ ადამიანს, გამართავს სახელმწიფოს და რა თქმა უნდა ეს უკვე ავტომატურად ქმნის ახალ გადასახადის გადამხდელებს. ავტომატურად ახალი გადასახადის გადამხდელი ნიშნავს ეკონომიკის რაღაც მიზერით, მაგრამ მაინც ზდას. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ მივდივარ ინვესტიციებისკენ, ისევ და ისევ მივდივარ სახელმწიფოს აქტიურ როლს მსგავს სისტემებში და შესაბამისად და ლოგიკურად ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლების საარჩევნო პროგრამაში და დანაპირებებში იყო, ველოდებით ქმედით ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ამის საფუძველი არსებობს და ამის წინაპირობები არსებობს და გამოჩნდება. ორი გზარი გვაქვს ეთერში. გისმენთ? გისმენთ? კაითიშა. ჩვენ ბევრ საუბრობდით, თქვათ, იგივე სოფლის მეურნეობაზე, იგივე რუსეთის ბაზრის თემა ვახსენეთ. ხშირად ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა ბაზრის გახსნა, მაგრამ მეორეა ჩვენ გვაქვს საკმაოდ უარყოფითი სავაჭრო სალდო სხვადასხვა ქვეყნებთან მაგას კატასტროფული ქვია და არა უარყოფითი. აი ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ? გვაქვს კი ისეთი პროდუქცია, რომელი პროდუქციითაც შევძლებთ ამ სხვილი ბაზრების ათვისებას, რომელსაც ერთობ მიუტირით წარსულიდან გამომდინარე. ჯერთ გავანალიზოთ რა ხდება ქვეყანაში. ქვეყნის იმპორტი რამდენჯერმე აღემატება ექსპორტს. ფაქტიურად ისმის კითხვა საერთოდ რის ხარჯზე ვარსებობთ, როგორ ვარსებობთ, ხო? არსებული ექსპორტიც კი შედგება ისეთი მუხლებისგან, რომელიც აბსურდულია. მაგალითად, ჩვენი ექსპორტის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი არის ავტომობილების ექსპორტი. ხო, ფაქტიურად რეალურად ექსპორტი, მაგრამ მისი შემადგენელი ნაწილია ავტომობილების ექსპორტი. რას ნიშნავს, რომ ჩვენ თურმე დოკუმენტის დონეზე აწარმოებთ საკმაოდ დიდი რაოდენობით ავტომობილებს, რომლებიც შემდეგ მიდიან სხვა ქვეყნებში და იყიდებიან. მიყავთ სხვა ქვეყნებში. რეალურად ეს არის უბრალოდ ამ მანქანების სხვა გერმანიიდან თუ ამერიკიდან თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანა და შემდეგ სხვა მეზობელ ქვეყნებში გატანა, რაც ქვეყანაში ეკონომიკის წარმოების დონესთან არავითარ კავშირში არ არის აბსოლუტურად. ანალოგიური სიტუაციაა ძალიან კიდევ ბევრ სხვა პროდუქტთან მიმართებაში. დღესდღეობით ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი საერთოდ მოსახლეობის დიდი ნაწილი პირდაპირ დავარქვათ ყველაფერს თავის სახე. არსებობს იმის ხარჯზე, რომ მათი ნათესავები თუ ოჯახის წევრები უგზავნიან თანხებს უცხოეთიდან.
ეს მონაცემები სხვათა შორის არსებობს და კარგად კონტროლირებადი და დათვლადი, იმიტომ რომ ეს ძირითადი ნაკადი, ნუ მე არა მაქვს საუბარი ვიღაცამ 200 დოლარი მეზობელს გამოატანა, რომ ჩაუტანე აგერ ჩემ შულს თბილისში და რაღაცა. ძირითადი ნაწილი მოდის საბანკო ტრანზაქციებიდან, ან ვთქვათ იგივე ბანკებთან დაკავშირებული Western Union-ით ამ მსგავსი ხაზებით. ეს რომ არ ყოფილიყო ამ წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა როგორც შიმშილით გაწყდებოდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. ეს დღეობით ჩვენი ქვეყნის წარმოება არის მიზერული. ექსპორტის ერთ-ერთ ასევე ძირითად დარგს წარმოადგენს ჯართი. ჯართი რომ საქართველოში არის წარმოება, ეგ ყველა მეცის და საერთოდ ჯართის წარმოება ცოტა აბსურდულია. ეგ ნიშნავს, რომ რაღაცა რა ჩვენთან იყო, ისიც შემოტანილი ჩარხჩენებლობა საერთოდ გაჩერებულია, ჩარხები არ არის, მანქანადანადგარები არის წარმოება ჩვენთან და შემოსა უკვე არსებული დანადგარების მოძველებისა და გადამუშავების საფუძველზე გადის ჯართათაც ეგეც დიდი რაოდენობით მეტალი უცხოეთში. რეალური წარმოება, აი რასაც ქვია რეალური ეკონომიკა საქართველოში თითქმის არ არსებობს, ეს არის აბსოლუტურად მიზერი. თითქმის მესამედი ჩვენი ეკონომიკის არის ქაღალდის წარმოება, ანუ სახელმწიფო მომსახურებები ფაქტიურად, ესეთი რაღაცები, რაც თქვათ რეალურ მასშტაბში დიდად არ ზრდის. ანუ ფაქტიურად ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მძიმე სიტუაციის წინაშე ვართ დაყენებულები დღესდღეობით. იდეა მოდი აბა ჩამოვთვალოთ, რისი რესურსია ქვეყანას, ნუ რისი ექსპორტირების საშუალება აქვს. დავიწყოთ, ეს არის ყურძენი, ღვინო, ციტრუსები, ეს არის მწვანილი, ეს არის ხილი, ეს არის წყალი, ეს არის მინერალური წყლები. პრინციპში ამ ჩამოთვლილი პროდუქტის სრულყოფილად და მაქსიმალურად ექსპორტირების შემთხვევაში რეალურად შესაძლებელია ეკონომიკის ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ზრდა. ეკონომიკის ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ზრდა კი რა თქმა უნდა თავისთავად აისახება თითოეული მოქალაქის ყოფასა და ცხოვრებაზე. ეხლა რომ სრული დატვირთვით მოხდეს ექსპორტირება ღვინის და მინერალური წყლების, იგივე მწვანილის, ხილის და ასე შემდეგ, ხომ? წარმოიდგინეთ როგორი შვება იქნება ქვემო ქართლის მოსახლეობის, თორემ მას აქვს იმის გარანტი, რომ მათ მიერ მოყვანილი ვაშნი, მსხვილი და ატამი დაგვიგებდეთ, იქნება ზედმეტი წვალებისა და თავისი გზით ტრანსპორტირების გარეშე ადვილად ჩაბარებული და დაბინავებული. ანალოგიურად კახეთში იქნება ეს ყურძენზე, ანუ ციტრუსები, აჭარა, სამეგრელო, გურია და სტრუქტურულად ამ ყველაფრის გამართვის შემთხვევაში შესაძლებელია რეალურად უმუშევრობის საშუალოდ 20-30% შემცირება. ეს ავტომატურად წარმოქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. კი ბატონო, კიდე ამას დავამატოთ ის, რომ დღემდე საქართველოში თვითონ მთავრობა არ იყენებდა ძალიან ბევრ ბერკეტს. ამ ბევრ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ სტიმულირება მოეხდინა ეკონომიკური ზრდის იგივე. ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს საშუალებით მე ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს რომ წინა ხელისუფლებაში რაღაც კმედითი ნაბიჯები გადადგმულიყო ეკონომიკური ზრდისათვის. არც ფისკალური, არც მონეტარული პოლიტიკა არ იყო მისადაგებული ზრდადი ეკონომიკისადმი, ისეთის როგორც ჩვენ ვიყავით თქვათ რა. რა თქმა უნდა, საბანკო სისტემაშიც მსმენელი ყავს კიდევ ეთერში, შემოვიყვანოთ, გისმენთ? გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. თქვენი სტუმარი ეკონომისტი ბრძანდება? დიახ, ეკონომისტები ბრძანდება. ესეთი შეკითხვა, ნუ უბრალოდ ესეთი რეზიუმე შეიძლება თქვენი ნაზრებიდან გაკეთდეს, რომ ერთადერთი ექსპორტი, რაც საფეხბურთოებს სახელმწიფო დღეს მდგომარეობით ეს არის ერთი მუშახელი. როგორ უკაცრავად მუშახელი? ერთი მუშახელი, რომელიც გადის ევროპაში. ადამიანური რესურსი. ტვინის გადინება. არა მარტო ტვინის ფიზიკურად. მუსიკოსი და არის მინტანი სადღაც ვიღაცა მოხუცულის. სამწუხაროდ რეალობა ასეთია, გეთანხმებით, დიახ. ამ შემთხვევაში შიდა ნაციონალური პროდუქტი და ნაციონალური პროდუქტი შიდა პლუს მინუს რამდენი შეადგენს. ესე იგი, განმარტავს შიდა პროდუქტი და შიდა ნაციონალური პროდუქტი. შიდა პროდუქტი, რასაც სახელმწიფო მის საზღვრების ფარგლებში აწარმოებს და მეორე გასული მოქალაქეები, რომელიც საზღვრებს გარეთ აწარმოებენ და ისინი აგზავნიან აი ეს პლუს მინუსი თუ იცით თქვენ როგორც ეკონომისტმა. დიახ, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო შეკითხვისთვის. სხვა გისმენთ? სხვათა შორის ერთი რამ მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წლებთან შედარებით საკმაოდ დამაღლებულია ეკონომიკური განათლება ქვეყანაში და
უბრალო მოსახლეობამაც უკვე საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამა თუ იმ ეკონომიკურ ასპექტებში, იმიტომ რომ დღეს უკვე ის ცხოვრება აღარ არის, სადაც შეიძლებოდა რომ შენ ყოფილიყავი რაღაც ერთი ვიწრო დარგის წარმომადგენელი და არაფერი სხვა არ გაინტერესებდეს გარშემო რა ხდება, სულ ყველა ჩართული არის და ეგ კარგიც არის, იმიტომ რომ ზოგადად ქვეყანაში აჯანსაღებს ეგ სიტუაციას, უფრო მეტი გამჭვირვალეობა არის შესაბამისად და მეტი ადამიანი ხდება ამა თუ იმ მიმართულებას რა. შეფარდება მართლაც რომ კატასტროფულია გეთანხმებით. ეხლა რასაც ეთოყვებოდა მარტო ეგ არ არის, ეხლა სოფლის მეურნეობის ნაწარმი არ არის ერთადერთი პოტენციალი ის რაც შეიძლება ვთქვათ ექსპორტის სახით შეიძლება იქნას გამოყენებული. აქ საქართველოს საკმაოდ ძლიერი მანქანათმშენებლობა ქონდა, აქამდე ქონდა ჩართარმოება ქონდა. დღესაც არის რაღაცა პერსპექტიული მიმართულებები, რომლებიც შეიძლება მოიქოქოს. ანუ ისე ნუ შევხედავთ, რომ აი ვთქვათ თუ არ გავიდა ვიღაცა უცხოეთში სამუშაოდ, ამით ისე წერტილი კატასტროფა, უფრო მეტიც გეტყოდით ახლა. მე არ ვარ ლასეფერის, ანუ ველური კაპიტალიზმის აბსოლუტური მომხრე, ჩავმართვით მაგაში, მაგრამ გარკვეულწილად უფრო მეტი თავისუფლება უნდა მიცემოდა ამ ბოლო წლების განმავლობაში კერძო სექტორს და ნაკლები ჩარევა უნდა ყოფილიყო პირდაპირ თუ არა პირდაპირ, რაც ხდებოდა რომ შესაძლებლობა ადამიანს რო ექნება და თავისუფლება ექნება მეტი, თითოეული ინდივიდი თავისთვის უკეთესად გადაწყვეტავს რა უნდა გააკეთოს და კონკრეტულ სფეროში რა უნდა მოიმოქმედოს. ეგ ბევრისთვის სადაო მომენტია, თუმცა ნუ ახლა ჩემი აზრით სუბიექტურია შესაბამისად. ამიტომაც მიმაჩნია ჩვენ არ უნდა ვეძებოთ რაღაცა პანაცეას, რომ აი რაღაცა მთავრობამ უნდა დადოს გადაგვიწყვეტოს ისე, ან უნდა დადოს ასე, ვთქვათ, იქ შეფარდება, ვთქვათ, საქართველოში ჩამორიცხული თანხების რა უნდა იყოს კონკრეტულად, ვთქვათ, ადგილობრივ წარმოებულ პროდუქციასთან მიმართებაში. ამას ვერც ერთ ხელისუფლება ვერ გაგიკონტროლებს, გარდა ძალიან ცენტრალიზებული ხელისუფლებისა. აქ ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მივცეთ კერძო სექტორს, რომ უფრო თვითონ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეძლოს მეტად თავისი ინიციატივის გამოყენება, რომ არ ეშინოდეს ელემენტარულად ახალი საქმის წამოწყება, ბიზნესის დაფიქსირება, დაწყება არ ეშინოდეს. აი მთელი რიგი საკითხებისაა, რომელიც არა მარტო ეკონომიკური, ასევე სამართლებრივ ჭრილში არის გადაჭრილი და გარკვეულწილად პოლიტიკურ საკითხებს ეხება. ნუ რეალურად უნდა შევხედოთ ეგ, მარტო ის რაც წიგნებში წერია არ არის დღევანდელი არსებული რეალობა ჩვენს გარშემო. მორიგი მსმენელი ყავს ეთერში, გისმენთ? მოგესალმებით. თქვენს გილოცავთ ბრალს და ეს არის. სუდათ ისმის სამწუხაროდ თქვენი ხმა. ბრძანეთ. სამწუხაროდ სუდათ ისმოდა. ირაკლი წეგან შენ შეეხე ბანკების თემას, რომ ძირითადად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ უცხოური ტრანზაქციებით არსებობს საქართველოში, მათი მუშახელია, როგორც რასაც ჩვენი მსმენელი შეეხო გასულია საზღვარგარეთ, ისინი აგროვებენ გარკვეულ კაპიტალს და შემდგომ თავიანთ ოჯახის წევრებს უგზავნიან ჩვენთან. თუმცა მეორეა საბანკო სექტორი გამოირჩევა ასევე კრედიტებითაც, საკმაოდ მსხვილი კრედიტებითაც და საკმაოდ მაღალი პროცენტებითაც. ჩვენთან ეთერში სხვადასხვა ექსპერტებს უხსენებიათ ეს თემაც და უთქვამთ, რომ საბანკო სექტორი ჩამორჩება განვითარების ტემპს იმასთან შედარებით, რა რესურსიც დღეს აქვს საბანკო სექტორს. თუნდაც იგივე მსხვილი კრედიტების თემით, თუნდაც იგივე სახელმწიფო ხელშეწყობის თემით, რაც აისახებოდა საბანკო სექტორში, თუმცა ჩვენ ხშირად გვესმის სხვადასხვა ეკონომისტებიდანაც, ბანკირებისგანაც, რომ ამ სფეროში არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელსაც უქმნიან ხელოვნურად თუ გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის სწორად განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის? პირველ რიგში მე აღნიშნავდი, რომ საბანკო სფერო საკმაოდ განვითარებულია საქართველოში. ნეტავ ყველა სფერო იყოს ისეთი განვითარებული საქართველოში, როგორც საბანკო სფერო და იმის თქმა ცალსახად, რომ აი აბსოლუტურად დაგეთანხმებით, რომ ხელისშემშლელი ფაქტორიც ბევრია. მარტო ქართულს შემთხვევა რა დღეს, როცა ნათლად ხედავ თუ რა სქემა არის გაკეთებული, ცოტა ადრევია მასაუბრე, მე არ მინდა დასკვნები გამოვიტანე, სანამ გაუძიება არ დამთავრდება, მაგრამ რაღაცა ინფორმაცია ყველას გაგვაჩნია ამ საკითხთან მიმართებაში და შესაბამისი აზრი. მაგრამ გარდა ამისა, ობიექტურადაც უნდა ითქვას რაღაცა, თუ 100% განაკვეთი მაღალია საქართველოში და უდაოდ
ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოთან შედარებით ჩვენთან ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთია. ამას თავისი მიზეზებიც გააჩნია. ის რომ ქვეყნის სუვერენული რეიტინგი არ არის შესაბამისად მაღალი. რაც რომ იცოდეთ, აი მაგალითად კონკრეტული კომერციული ბანკის საკრედიტო რეიტინგი შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალი, მაგრამ ის ვერასდროს ვერ იქნება უკეთესი ვიდრე ქვეყნის რეიტინგი. ანუ შენ ავტომატურად ხარ შენი ქვეყნის რეიტინგზე მიმული. ეს უკვე გიძვირებს შენ ფულს საერთაშორისო ბაზრებზე. იგივე მარტივად რო ვთქვათ, ახლა მსმენელისთვის უკეთ გასაგები რო იყოს, ანაბრები, რომლებსაც მოსახლეობა ინახავს ბანკებში და დეპოზიტები, ისიც საკმაოდ მაღალ პროცენტში ინახავს, ხო ეგრეა? ბანკმა როგორც მინიმუმ მაგაზე მაღალ პროცენტში ხომ უნდა გასცეს, რომ ეს მისთვის მომგებიანი იყოს, პლუს კიდევ თავისი ადმინისტრაციული ხარჯები გაწიოს. ანუ ეს გადაბმული ჯაჭვი არის ფაქტიურად და აქ ესეთი მარტივი რეცეპტი არ არსებობს ამის სიშველის. აქ ცოტა უფრო სხვა, რაც მე აღვნიშნე, რომ თვითონ ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე აქვს საუბარი და ფინანსთა სამინისტროს მიმართულება რაც წესი და რიგით ახლა უფრო აქტიურდა და იმეც ვიქონიებთ, რომ უახლოს პერიოდში დადებით ცვლილებსაც ვნახავთ ამ მიმართულებით. ანუ შენ ფიქრობ მაინც რომ განვითარებული ამ მხრივ საბანკო სექტორი, მაგრამ მე მინდა კონკრეტულად პასუხი თქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია, თუნდაც აი გამომეორდები ამ კითხვაში, ქვეყნის ეკონომიკური მოწყობისათვის ამ დარგის ანუ დამოუკიდებლობა. საბანკო სექტორი უნდა იყოს ხელშეუხებელი სფერო, აბსოლუტურად ხელშეუხებელი. ეს არის სტაბილურობის პირველი განცდა, როგორც ბიზნესისთვის, ისე თითოეული ადამიანისთვის. ხა თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ყველას გახსოვს კარგად რა ხდებოდა 90-იან წლებში, როდესაც ძალიან ბევრი ბანკი გაკოტრდა, ბევრი საკრედიტო კავშირი გაიქცა, ასე ვთქვათ, მიანაბრეების ფული წაიღეს, ასე შემდეგ, რამაც გამოიწვია პანიკური უნდობლობა. ქვეყანა, რომელშიც არ არის სტაბილური საბანკო სექტორი, არის განწირული, ის ვერასდროს ვერ აჩვენებს რაიმე წარმატებას ეკონომიკურ სფეროში, ამიტომ ეს არის ხელშეუხებელი მიმართულება. სხვა მომენტია სამართლიანობის საკითხი. ის რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა, ეხლა თქვენ ალბათ უფრო სოციალური მომენტისკენ მიყავთ, რომ მოსახლეობასთან თქვათ, აი ძვირი კრედიტების თემა თუ რაზე არის საუბარი. თუნდაც ადმინისტრირების, საბანკო ადმინისტრირების იგივე ხელშეკრულებებს რომ შევეხოთ, თუნდაც ხშირად ამბობენ თუნდაც კლიენტები, რომ ხშირად ისინი მოტყუებულები რჩებიან ბანკებისგან, რომ ისინი აწერინებენ ხელს, რომ თქვათ არ აკითხები, არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ წაიკითხონ ეს ხელშეკრულები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ კაცრი პირობები აქ არის ერთადერთი ვარიანტი ის, რომ კონკურენცია უნდა იყოს და არის კიდევაც გარკვეულწილად საქართველოში. ახლა ერთ ბანკში თუ არ გაკითხებენ და ისე გაძლევენ რაღაცნაირად, ხო, უნდა წახედონ მეორე, მესამე ბანკს მიმართ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ახლა ვიღაცას ვისაც მცირე ბიზნესი აქვს, არა აქვს ცალკე ფინანსური გაყოფილება და ფუფუნება არა აქვს, რომ რამოდენიმე კონსულტანტი ყავდეს და კომპანია არა აქვს და პატარა საწარმოა, ან თქვათ, სულაც ინდივიდუალური მეწარმეა. მას არ აქვს შესაძლებლობა რომ გაანალიზოს ეს ყველაფერი და კარგი იქნება, ურიგო არ იქნებოდა ვთქვათ, რომ რაღაცა რესურსები არსებობს იმისთვის, რომ უბრალოდ ინფორმირებულობა გაიზარდოს, ვთქვათ, მომხმარებლების ამ შემთხვევაში, თუმცა ნამდვილად ვერ დაანადაშაულობ აქ ცალმხრივად, რომ აი ვთქვათ, ბანკი კერძო სტრუქტურაა, მისი ინტერესი არის ის, რომ მოგება ნახოს მაქსიმალური. ის არც მალავს ამას და არ იძახის, რომ ჩემი მიზანია რაღაცა ეკონომიკური აყვავება ვნახო რაღაცა სექტორში. პირდაპირ იძახს, რომ მოგების მაქსიმიზაციაა და ის გეუბნება, რომ ასეთ პირობებში მაინც კერძო სტრუქტურაა, ხო, არ არის სახელმწიფო ბანკები, ეს არის კერძო ბანკები, კომერციული ბანკები. თავის პირობებს კარნახობს, თუ გაწყობს შენი პირობები, უნდა დაეტოვო, თუ არა, მაშინ ძალიან ბევრი დავამიდის და კამათი ამაზე. თუმცა აბსოლუტურად დაგეთანხმებით, რომ რეგულირების და გამჭვირვალების დონე უნდა გაიზარდოს, თქვათ. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მადლობას მოგიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის. მე კიდევ ვამშვიდობებ ჩვენს სანამ და მაყურებელს. კარგ ბრძანებოთ. მომავალ შაბათამდე.